ერთობის მარში თბილისში აქციის მთავარი მიზანი მათე დევიძის და სხვა პოლიტპატიმრების მხარდაჭერა იყო. ერთობის მარშის მონაწილეები მომდევნო დღეებშიც აპირებენ თბილისის უბნებში მსვლელობებს და საზოგადოების ინფორმირებას იმ პროცესების შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. მარშის მონაწილეებმა დაარიგეს გაზეთებიც, სადაც სინდისის პატიმრების წერილები იბეჭდება. ხატია სამხარაძე გვერდება პირდაპირ ეთერში. წვიმისა და უამინდობის მიუხედავად ერთობის მოძრაობის წარმომადგენლებმა მოახერხეს ვარკეთილის მოსახლეობასთან შეხვედრა. მათი მთავარი სასაუბრო თემა დღეს იყო მათე დევიძე და სხვა ის ადამიანები, რომლებიც ახლა არიან პატიმრობაში და რა თქმა უნდა, მათი მთავარი მიზანი ამ პროცესში იყო ის, რომ პირისპირ ესაუბრათ მოქალაქეებთან, ამბობენ იმას, რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი და მთავარია, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ყოველდღიურ რეჟიმში იდგნენ მოქალაქეები, თუმცა გარდა ამისა მთავარ აქცენტს აკეთებენ იმაზეც, რომ ამის პარალელურად უნდა ხდებოდეს პირისპირ საუბარი ყველა იმ ადამიანთან, რომელიც ძალიან კარგადაც ცნობიერებს, ან რომელიც ფიქრობს იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს სამოქმედო გეგმა და როგორ შეიძლება დაუპირისპირდეს საზოგადოება ქართულ ოცნებას. ამბობენ, რომ აუცილებლად გაგრძელდება მსგავსი ტიპის შეხვედრები და რომ ისინი მთელ თბილისს მოივლიან, ასევე დაარიგებენ პოლიტპატიმრების წერილებს, გაზეთს და ყველას ეთქვიან ამ ფორმით იმას, რომ ამ ადამიანებს მარტო არ დატოვებენ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ქართული ოცნება გადადგეს. ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დიქტატორული რეჟიმი მყარდება, რომელმაც პატარა მათე დევიძე გამოკეტა ციხეში 4 წელზე მეტხანს და აუცილებელია მოქმედება, აუცილებელია რომ ქვეყანა გავათავისუფლოთ ამ რეჟიმისგან, ასევე ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობას ინფორმაცია მივაწოდოთ 15 ივნის დაგეგმილი აქციის შესახებ, რომელიც საქართველოს საავადმყოფოს კანცელარიასთან გაიმართება 6 საათზე და გელოდებით ყველას. მათე დევიძის დაპატიმრება ჩვენი სხვა პოლიტიკური ტყვეების პატიმრობაში ყოფნა პოლიტიკური ლიდერების ასევე იწვევს საჭიროებას იმისა, რომ პროტესტი გაიშალოს და აუცილებლად მოქალაქეებთან კონდეს უშუალო კომუნიკაცია. ამ საინფორმაციო შეხვედრების მეშვეობით უბნებში საშუალება გვაქვს, რომ პირისპირ ვესაუბროთ მოქალაქეებს, ინფორმაცია მივაწოდოთ, მათ შორის იმათ, ვინც რუსული ჰიბრიდული პროპაგანდის მსხვერპლი არიან ამ ტელევიზიების მეშვეობით და ქართული ოცნების ტყვეობაში არიან საინფორმაციო. მას უნგრევენ მომავალს, იმიტომ რომ ის არის 21 წელი მას ციხეში შეუსრულა, რაც ყველანაირად არა ადამიანურია, ხოლო ჩვენ ვემზადებით 15 ივნისისთვის, ეს არის მე-200 დღე უწყვეტი პროტესტის, ჩვენ ვიკრიბებით კანცელარიასთან 15 ივნის 6 საათზე, ამისთვის კი ჩვენ დავდივართ უბნებში და ვავრცელებთ ამ ინფორმაციას, ასევე ვარიგებთ პატიმრების წერილებს გაზეთებს, სადაც მათ უწერიათ თუ რას განიცდიან ისინი, რატომ არიან დაკავებულები და მათ ყველანაირ ემოციებს. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას და ძირს რუსეთის დამპალი იმპერია. ეს იყო მთავარი შეძახილები ერთობის მარშის წარმომადგენლების. გარდა ამისა, კიდევ ერთი მთავარი მესიჯ ბოქსი იყო, ისინი ანონსებდნენ აქციას, რომელიც 15 ივნისს გაიმართება კანცელარიასთან მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი 6 საათზე შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ დაანახებენ ქართულ ოცნებას იმას, რომ მის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება და რომ ისინი არ აპირებენ იმ ადამიანების მიტოვებას, რომლებიც ახლა ციხეში არიან გამოკეტილები. ერთობის მარშის შესახებ ხატია სამხარაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.